მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლომ 1 მილიონ ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება. ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინეს. გამოძიების ვერსიით საქართველოს ორგზის პრემიერი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს. როგორ აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქართული ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი. ჩვენ მასთან დაკავშირებას რამოდენიმე დღეა ვცდილობთ, მაგრამ ზარებს არ პასუხობს. თუმცა ჩვენს არქივში ინახება მის მიერ 19 სექტემბერს გაკეთებული კომენტარი, რომელშიც ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოგონილს უწოდებს. ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით. ვაუყურებთ, ეს არის სრულიად მოგონილი ამბები. შესაბამისად მე ამ მოგონილ ამბებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორ აფასებენ ღარიბაშვილის კორუფციის მუხლით გასამართლებას მისივე გუნდის წევრები? სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს ვკითხეთ. ჩვენ 6-ვეს დაუკავშირდით. ყველა მახარქალაქის მერის გარდა თქვა, რომ ეს გამოძიების საქმეა და შეფასება არ ისურვა. რაც შეეხება ახალქალაქის მერს მელქონ მაკარიანს, მან გითხრა, რომ თათბირზე იყო და არ ეცალა. ვისაუბრეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თქვა და არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელიც იძიებს სამსახურებს და იმას შეიძლება გადამცემართოს და დაუცებ ხები იცავსო. შეფასებას ვერ გავაკეთებ საქმე გამოძიებაში და შეფასებას გააკეთებ საგამოძიებო სამსახურში. არც იურისტი ვარ, არც პოლიტიკოსი ვარ და ვერ შეფასებას ვერ გავაკეთებ. მეტი საქმე არ აქვს ეთქობა და ჩვენ მერის ახალად არჩეული მერი ვარ და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და ძალიან ჩვენი საქმეა ვარ დაკავებულები. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი საქმე არ არის? ეგ უკვე თქვენი საქმე არ არის. შეფასება მე არა მაქვს. კანონი როგორც ითვალისწინებს, კანონი თვითონ მიხედავს ამ ფაქტს. მე ვენდობი სრულიად საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საქმე, საგამოძიებო უწყების საქმე. ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს მუნიციპალიტეტზე და მუნიციპალიტეტის განვითარებას. დიდი მადლობა. რაზე იმსჯელეს, რა გადაწყვიტეს და რა ბედიელის ახალციხეში მეორე საჯარო სკოლას. გუშინ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლების ნაწილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა ხმალაძეს დაუკავშირდით. მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა და მოგწერა, რომ საკითხი მუნიციპალური განვითარების ფონდში უნდა მოგვეკითხა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ხმალაძე ჩვენს შეტყობინებებს პასუხობს. დაუკავშირდით ფონდსაც კითხვით, თუ რატომ გახდა საჯარო სკოლის მდგომარეობის შესასწავლად დამატებითი ექსპერტიზა საჭირო და რა კონკრეტული გეგმა არსებობს შენობის რეაბილიტაციისთვის. თუმცა გვითხრეს, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ უწყებას წერილით უკვე მივმართეთ. გუშინ შეხვედრიდან გამოსული მშობლების ნაწილმა გვითხრა, რომ იგეგმება სკოლის მდგრადობის კიდევ ერთხელ შესწავლა, რის შემდეგაც შენობას ან რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, ან დაანგრევენ და ახალს ააშენებენ. მშობლებისვე თქმით, შეხვედრაზე ასევე უთხრეს, რომ პროცესი კიდევ 2 წელი გაგრძელდება. რა ბედიელის სკოლას ვრცელი მასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე და Facebook-ზე doc.tv/g. ეს იყო ჩვენს ხელთ დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.